ბერდია სიჭინავა გახარიეს გუნდს წარმოადგენს ის. ბერდია, მოგესალმები, მადლობა რომ პასუხობ ჩვენ კითხვებს. მე მინდა რომ დღეს მამუკა მდინარაძე შეეხო პარლამენტში მომხდარს თქვენი გამოხმაურება როგორია ამ თემაზე. თავად ფიქრობს რომ ეს ინციდენტი სამართლებრივ რეაგირებას არ საჭიროებს. საღამოშვიდობის დიანა, მივესალმები ტელეპიროლის მაყურებელს. დიახ, მოვისმინეთ ჩვენ მდინარაძის ბრიფინგი, რომელმაც სიძულვილის ენასთან მიღწეული შედეგებით იტრაბახა ბრიფინგის დასაწყისში და ბრიფინგის ბოლოს თქვა, რომ ძალადობასთან დაკავშირებით, იმ ორგანიზებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრების მიმართ, თურმე სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობა არ დგას და მეტიც თურმე სამართლებრივი პრეცედენტი ამისი არ არსებობს და თითქოს ამისგან ამ თავდამსხმელებს იცავს იმუნიტეტი. ეს იყო პირდაპირი ფორმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დანაშაულის შესაძლო ერთ-ერთი თანაორგანიზატორის და წამქეზებლის მიერ საკუთარი თანაგუნდელების მის მიერ დაორგანიზებული და წაქეზებული დანაშაულის დაფარვის, ჩაფარცხვის უნიჭო მცდელობა და იმდენი იურიდიული სისულელე მოვისმინეთ და აბსურდი, რომ წარმოუდგენელია ახლა ამას პუნქტობრივად რო არ უპასუხოთ. საკითხი ნომერი 1. არ ვიცი, ახლა ძალიან კარგად აქვს ალბათ ბატონ მდინარაძის კონსტიტუციად წაკითხული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაც და პარლამენტის რეგლამენტიც იმუნიტეტი დანაშაულის პასუხისმგებლობისგან არათავისუფლებს აბსოლუტურად არა. ვის საქართველოს კონსტიტუციით იმუნიტეტი ეხება პარლამენტის წევრის დაკავებას, მისი პირადი და საცხოვრებელი თუ ავტომანქანის ჩხრეკას და მის დაპატიმრებას ახლო ღონისძიების სახით. სხვა შემთხვევაში არანაირი იმუნიტეტი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არათავისუფლებს არც ერთ თანამდებობის პირს და მათ შორის რა თქმა უნდა არც საქართველოს პარლამენტის წევრს. ამიტომ თავისუფალია დღეს პროკურატურა გამოძიების დაწყებაში და ადამიანების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაში, რაც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებით უნდა გამოიხატოს იმ თავდამსხმელების მიმართ, რომლებმაც განახორციელეს ეს ორგანიზებული თავდასხმა ჩვენი თანაგუნდელების მიმართ. საკითხი ნომერი 2. ეგ რაღაც კვალიფიკაციასთან დაკავშირებით იყო პრობლემა. მე შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანებს 2025 წელს თავად აქვთ სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულად კრიმინალიზებული სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თავდასხმა და ზუსტად აი ამ კვალიფიკაციით თავიანთი დაწერილი კანონმდებლობით ადრე თუ გვიან ამ ადამიანებს, რომლებიც ამ თავდასხმაში ორგანიზებულ თავდასხმაში ჯგუფურად მონაწილეობდნენ, მოუწევთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 353 სეკუნდა მუხლის მეოთხე ნაწილი, რომელიც არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, იმიტომ რომ ითვალისწინებს 10 წელზე მეტი ვადი თავისუფლების აღკვეთას და რომელსაც დევნის ხანდაზმულობის პასუხისმგებლობაში მიცემის ხანდაზმულობის 30 წლიანი ვადა აქვს. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი. არსად მსოფლიოში პრეცედენტი არ დაფიქსირებულაა, რომ პარლამენტში ჩხუბსოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. კი ბატონო, გამოძიება არ იწყება, მაგრამ თუ იწყებაო, ეს არ სრულდება, მოკლედ პასუხისმგებლობაში არავინ მიეცემა. აგერ მაგალითად სამხრეთ საბერძნეთში იყო აი უახლოეს პერიოდში მაგალითად 2022 წელს, როდესაც მოძალადე დეპუტატი მისცეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში 2019 წლის кейსთან მიმართებით. მოძალადე დეპუტატი ზოგადად თუ პარლამენტში ძალადობის შემთხვევაზე? პარლამენტში ძალადობის შემთხვევაზე მაქვს საუბარი. პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე, მაგალითად სამხრეთ კორეაში აგერ 5 წლის შემდეგ 26 ადამიანი მისცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში და აი ესეთ დროს, როდესაც საუბრობენ თითქოს სიძულვილის ენას ებრძვიან, რაღაცა და შერჩევითი მართლმსაჯულება არ არსებობს, თურმე კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თურმე სილის გაწვნისთვის ადამიანები წყობით უნდა იხდიდნენ საჯელს მარკერით გაკეთებული წარწერებისთვის, აი ეს ორმაგი სტანდარტი არაფერია თუ არა ფარისევლობა და პირდაპირ ნიშანი, მესიჯი, მწვანე ანთებული იმისთვის, რომ ეს ძალადობა გაგრძელდეს. თვითონ თქვა დღეს ხო, გამოვიდა ადამიანი და თქვა, რომ კიდე კარგი გამახსენდა, რომ დეპუტატი არ ვიყავიო, თორემ მეც თავით გადავეშვებოდიო და ამ დანაშაულს წავახალისებდიო და ამ დანაშაულის თანამსრულებელი ვიქნებოდიო ერთ-ერთი. დაცვა მყავსო და ანუ სხვა ვალდებულება, სხვა მოდით აი კოორდინატორს უფრო მინისტრ კოორდინატორს უფრო დიდი პასუხისმგებლობა აქვს თუ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც განსაკუთრებული თვენის ვალდებულება აკისრია, ხო? წარმოუდგენელია, როგორც ცდილობს ეხლა თავისი დაორგანიზებული სავარაუდო და წაქეზებული დანაშაული, წაქეზება არის სისხლის სამართლის კოდექსში თანამსრულებლობის ერთ-ერთი სახე, როდესაც ადამიანი სხვა ადამიანებს დაიყოლიებს დანაშაულით ჩასადენ. ზუსტად ამას ვადევნებთ ჩვენ. ის ლაპარაკობდა რომ შარაშიძეს ჰქონდა კომუნიკაცია სატელეფონო, რაღაც თქვენ იყავით პირიქით წაქეზებულები და ეს თქვენს მიერ აი ამ სამართლებრივ ბაქი ბუქში
თავად დაადასტურა ამ ადამიანმა, რომ შარაშიძის მწვავე გამოსვლამ გამოიწვია მათი ფიზიკური თავდასხმა, რომელიც დაორგანიზებული იყო და ჩატში გაწემული. სხვა ფარულოვას ინციდენტი ხო არ უხსენებია ამ დროს. შარაშიძესო დაურეკესო, წარ deep state-დან ალბათ და მისცესო დავალებაო, რომ მწვავე გამოსვლა ქონოდა და მან პირდაპირ აღიარებითი ინფორმაცია მიაწოდა ფაქტობრივად გამოძიებას, რომ რეალურად შარაშიძის მწვავე გამოსვლას მოყვა ეს ყველაფერი. ჯერ ერთი ამ დანაშაულის რაღაცა სამართლებრივი შეფასების ნაწილში მდინარეზე საერთოდ არ უნდა იყოს ჩართული, იმიტომ რომ მისი როლიც გასარკვევია ნორმალური ობიექტური გამოძიების პირობებში, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ ხედავდით კადრებს, როგორ აძლევდა ერთ-ერთ ძალადობაში მონაწილე პირს, ლევან მაჭავარიანს მითითებებს და რაღაცა წარმოუდგენელ კონსპირაციის თეორიებს აგებდა და კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს მინდა ხაზი გაუსვა, რასაც ხშირად ვაწყდებით ახლა ტროლბოტების მეშვეობით, რომელიც ახალისებულია ხელისუფლების მხრიდან, თითქოს რაღაცა ნაცურ პროვოკაციას ჰქონდა ჩვენი მხრიდან ადგილი. ანუ ჯერ ეს სიტყვა წყობად წარმოუდგენელია, გიგა ფარულავას ვინც იცნობს, რა ვიცი, ამაზე მშვიდი, გაწონასწორებული, სრდილობიანი ადამიანი და მისი წყობილებიდან გამოხვა, წარმოუდგენელი რამეა და თუ ესენი ფარულავა კონკრეტულ მომენტში მას დისკუსია ჰქონდა ჩვენ ჟურნალისტთან, რომ ფარულავა იყო პირველ წყარო. დიახ, დავასრულებ თუ შეიძლება, თუ მათ აქვთ აი რეალური კადრები. ჩვენ მათგან განსხვავებით გვაქვს და ამას აუცილებლად იხილავს საზოგადოება. დადონ კადრი, როგორ აპროვოცირებს გიგა ფარულავა აი ამ ადამიანებს. და მე მეცაც გეტყვით, ნაც პროვოკატორები კი არა, აი სიძულვილის ენა, რაც სუფევდა დარბაზში, აი მართლა გადახედონ საკუთარ განცხადებებს, ზავრადაშვილიდან დაწყებული, მათიკაშვილით გაგრძელებული და ამორალური განცხადება, რაც გააკეთა იმან ზარქუამ. აი ამ ადამიანების ამორალურ განცხადებებს შეხედონ და მე ილაპარაკონ სიძულვილის ენაზე და პროვოკაციაზე და მე მეცაც გეტყვით, ნაცური პროვოკაციები კი არა. გიგა ფარულავას და მის ძმას და ამ ოჯახს რო გაკეთებული აქვს აი ოცნებისთვის. თვითონ რო ადვოკატობდნენ ვანო მერაბიშვილის ოჯახს, მაშინ და კეზერაშვილის გარემოცვას. აი რო ეს ადამიანები იყვნენ ნაცები მაშინ. ვასილ ჩიგოგიძე, რომელიც ინციდენტში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო და დერეფანს კეტავდა, რომ ფიზიკური თავდასხმა განეხორციელებინათ გიგა ფარულავაზე და ჩვენს თანაგუნდელებზე. როდესაც გიგა ფარულავა ებრძოდა ნაცმოძრაობას, ვასილ ჩიგოგიძე ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართულს გაკოტრებაში იყო ბრალდებული. აი ესეთი ადამიანები ესხმოდნენ დღეს თავს, რომელ ნაცურ პროვოკაციაზე ლაპარაკობენ, ნაცებით გამოკეტილი პარლამენტი გადახედონ თავიანთ შემადგენლობას მართლა. დაიწყონ კოჩაინუკიძე და გავიდნენ იმაში ანზორაბოლქვაძემდე. რომელ და ისა მათიკაშვილი და მათი ოჯახის წევრები როგორ სვამდნენ იმის სააკაშვილის სახლში მათ სადღეგრძელოებს, რომელ ნაცობაზე და რომელ პროვოკაციებზე ლაპარაკობ, თავიდან ბოლომდე პროვოკატორებიც, ორგანიზატორებიც, წამქეზლებიც, თანაამსრულებლებიც არიან ეს ადამიანები. ამიტომ მეგობრებო, ეხლა ფოკუსი უნდა გასწორდეს. ეხლა გამოძიების დაწყება არის ვალდებულება საგამოძიებო უწყებების და პირდაპირ კრიმინალში აგდებენ ეხლა გენერალურ პროკურატურას და ფაქტობრივად სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებენ მათ დავასრულებთ წამით, როდესაც პირდაპირ მიუთითებენ, რომ დანაშაულზე რეაგირება არ მოახდინონ. ესე ვერ გამოვა მეგობრებო და კიდე ერთი და დავასრულებ თქვენ შეკითხვამდე ადამიანურად, აი გავიგებდით კიდე რაღაცნაირად ბოდიშის მოხდასაც რაღაცა ჭირდება, მორალი ჭირდება, ღირსება ჭირდება, დიდი ადამიანობა ჭირდება. ცუდი სანახავი იყო, ანუ ეს არის სანახავი რო გახდა და საზოგადოება მიხილა, ეს არის მათთვის ცუდი, თორე სანახავი რო არ ყოფილიყო და კამერების მიღმა რა პრობლემა იყო, ანუ მორალურად არ გრძნობენ არანაირ პასუხისმგებლობას და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებდო. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება იცით რა იქნებოდა? ამ ადამიანებს საპარლამენტო თანამდებობები რო დაეტოვებინათ და მანდატი დაეტოვებინათ და კაცურად გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ შეგვეშალა გიგა ფარულავასთან და არასწორად მოვიქეცით, მიპარვით, ლაჩრულად, თავში არ უნდა ჩაგვერტყა. აი ეს იქნებოდა პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ეს ვერ ვნახეთ ჩვენ სამწუხაროდ ამ ადამიანების გინებაზე და ხელის დარტყმაზე პასუხი ამაზრზენია ვიღაცებისთვის, ამბობს დინარაძე და პირადად მე ვიყავი ობიექტი, რომელსაც მოპარვით ვირთხულად დარტყმის გამო იგივე ემოცია არ გვინახავს. წარმოიდგინეთ პირადად ჩემს წინააღმდეგ, რომ ასე ვირთხულად და მოპარვით დარტყმა ვიხილეთ, მერე რომ ვიღაცებმა იქ თავდამსხმელს ხელი დაარტყეს, იმაზე ბრაზდებოდნენ, რომ როგორ დაარტყეს იმ ადამიანს ხელი და მოკლედ უწონებდნენ კიდეც ის იხსენებს ინციდენტს, ეს არის მართლა ცუდი სანახავი იყო, ეხლა ზოგს გაუჭირდა იმ ფაქტის დაგმობა და მართლა ტაში და ოვაციებით ხვდებოდნენ ალეკოს ამ საქციელს, რომელიც სრულიად მიუღებელი იყო ნამდვილად, მაგრამ აი გამოიყენა ახლა ამ რიტორიკაში, დიახ.
არა, ერთი წამი და ეს რიტორიკა შეიძლება გამოიყენო იმის მიმართ, ვინც ტაში დაუკრა ელისაშვილს მაშინ და ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ერთადერთი გუნდი, რომელმაც მიუღებელი უწოდა და ცემა ტყეპის ადგილი რო არ იყო არც საკომიტეტო მოსმენაზე და არც საქართველოს პარლამენტში პირდაპირ გვითქვამს. მე გამიკეთებია ესეთი ტიპის განცხადება და სტატუსი მაქვს, Facebook სტატუსი დაწერილი ამასთან დაკავშირებით, რომ მიუღებელი იყო, რაც არ უნდა რაღაცა ხდებოდეს სიგიჟე, ფიზიკური ანგარიშწორება ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ იქნება თუ ქუჩაში იქნება. ესეთი ძალადობის ადგილი განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტში, სადაც იდეების გაცვლის ადგილი უნდა იყოს, სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების ყველაზე მაღალი ბასტიონია დემოკრატიულ სახელმწიფოებში, იქ ასეთ ადგილი არ აქვს. ამიტომ ესეთი შენიშვნები მოიშემოინახოს სხვა ტიპის პოლიტიკური პარტიებისთვის და სხვა ადამიანებისთვის. აქ არ მგონია, რომ ვიღაცას ტაში დაეკრა ჩვენი პარტიიდან ელისაშვილისთვის მოიყვანოს მაშინ განცხადება, აი რომელმა მოვიწონეთ ელისაშვილის აქციელი, ან მერე რაც ელისაშვილს გაუკეთეს თვითონ როდესაც ამის შემდეგ ის იწყებს აღწერას, რომ ეს თქვათ გავიდა გამომსვლელი შარაშიძე, მიიღო დავალება, რომ მოეხდინა პროვოკაცია, შემოვიდა, დაიწყო პრემიერის შეურაცხყოფა, ამაზე სიტყვიერი პასუხის გარდა ვერაფერი მიიღო და მეორე მათგანმა ფარულავამ დაიწყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. პირველი მან მოიქნია, დავასრულებ და შემდეგ თქვით. პირველი მან მოიქნია ხელი, პირველი მან შეიგინა, მიიღო სამწუხარო პასუხი და ამაზე ითხოვენ პასუხს. პროკურატურაში განცხადება შესული სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ თავდასხმაზე დაიწყეთ გამოძიება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ანუ დედის გინება თუ არის მათი სამსახური, მოკლედ გვითხრან ესო. ეს იყო ეს თქო თავარი დღეს ბრიფინგზე, რომელიც ამ ეპიზოდს ეხებოდა. კი ბატონო, მაყურებლისთვის მოვყევი, თქვენ ეჭვი მაქვს, ვიცით გასაგებია, უბრალოდ აი პირდაპირ რო გითხრათ, აი გიგა ფარულავას უნდა, რა ვიცი, ყოლიათ რესპონდენტად გიგა ფარულავაზე წესიერი, კეთილსინდისიერი, ზრდილობიანი ადამიანი, აი მე არ ვიცი, არ მეგულება და ჩვენ პირდაპირ გეუბნებით, გვაქვს კადრები, როგორ უქნევს პირველი ხელაძე ხელს გიგა ფარულავას და როგორ ცდილობს გიგა ფარულავა მის მოდელებს. არ არის ამ ეტაპამდე გამოქვეყნებული კადრები? დევს კადრები, დევს დიანა, საჯაროა ეს კადრები. კი ბატონო, მეთქი რაღაცა ახლო რაკურსიდანაც გვაქვს ეს კადრები. დიახ. განსხვავებული რაკურსითაც გვაქვს ეს კადრები, ამიტომ ბაქიბუქს თავი დაანებონდა ცრუ ვერსიების გავრცელებას. ეხლა ნორმალური, რაციონალური ხელისუფლება, რა ვიცი, წარმოუდგენელი ზიანი აქვს მიღებული. არ არსებობს ადამიანი, რა ვიცი, რომელიც არ გამობს ამ ძალადობას, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული არ არის და იქ ჩათებში რაც არ უნდა დავალებები ჩაშლა უნდა, პარტიული აქტივი და ადმინისტრაციული აქტივი რაც არ უნდა ხახავებით დააკავონ ამ ჩვენს პოსტებზე თუ ჩვენს ბრიფინგებზე, ფაქტი არის ერთი მოცემულობა, მათ ელექტორატშიც არიან დაზიანებულები და ეხლა დინარაძის როლი არის როგორმე გადაარჩინოს იმ ადამიანების რეპუტაცია, რომლებიც თავიდან ბოლომდე არიან დანგრეულები. მათ შორის დანგრეულები არიან თავად ოცნების ელექტორატის თვალში და ეს რეალობა კარნახობს ნორმალურ რაციონალ ხელისუფლებას, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. სამართლებრივი რეაგირების მოხდენის რესურსი თუ არა გაქვს, მინიმუმ პოლიტიკური რეაგირების მოხდენის რესურსი ხო გაქვს? როგორ შეიძლება არჩილ გორდულაძე იკავებდეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ან ფრაქციის მოადგილე იყოს ლევან მაჭავარიანი, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო. ჩვენ აი კიდევ ერთხელ გამეორდები, რა არჩილ გორდულაძე რაც არის ან ლევან მაჭავარიანი რაც არის ყველამ ვიცით, მაგრამ ჩვენ ყველაზე მეტად დაგვწყდა გული ადამიანებზე, რომლებსაც სიხარული მოუგრიათ მართლა ამ ქვეყნისთვის, ტაში დაგვიკრია ამ ადამიანებისთვის და მთელი საქართველოს უამაყია მათი მიღწევები და მათი მიღწევები არის თითოეული ჩვენგანის მიღწევა და წარმატება და ბედნიერება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ადამიანებმა იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ძალა, სპორტული მიღწევები გამოეყენებინათ იმისთვის, რომ დაეშოშმინებინათ ეს ადამიანები, პირიქით, რა ვიცი, მიეპარნენ და ფიზიკურ თავდასხმაში მონაწილეობდნენ გიგა ფარულავას მიმართ და სხვა ჩვენი თანამგუნდელების მიმართ. ამიტომ რაც არ უნდა ცდელობა კონდეს ახლა აი ამ ადამიანებს, რომ გაასაღონ თითქოს გიგა ფარულავამ, რა ვიცი, ოლიმპიური ჩემპიონებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რაღაც ასწაული გააკეთა, მაშინ ჩამოიღონ ის ოლიმპიური მედლები და გადასცენ გიგა ფარულავას რა. დიდი მადლობა. მადლობა, ბერდია სიჭინავა პასუხობდა ჩვენ კითხვებს დღეს პირდაპირ ეთერში. დავასრულეთ მუშაობა, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს.